მოგესალმებით, დავბრუნდი ისევ Far Cry 1-ით, რამხელა ხმა აქვს ამ თამაშს, მოკლედ აი რაღაცებს გეტყვით ახლა რა, აი მართლა სიმართლე გითხრათ და დამღალა ამ თამაშმა. ოღონდ მართლა გეუბნებით. ეხაც არ ვიცი კიდე ეწერს თუ რა ვიდეოს. წეხან, დილის 7 საათი ავდექი დაახლოებით, თითქმის 7 საათი იყო და ვფიქრობდი რომ მეთქი, გადავიღებ ახლა ამ თამაშს, ყველაფერი კარგად იქნება, ბარემ ორ ვიდეოს გადავიღებ რომ მე ხვალისთვის კიდე მქონდეს რაღაც ვიდეო თქო რა. ხო და გადავიღე ერთი, ყველაფერი კარგად წავიდა, გადავიღე მეორე და ყველაფერი არ წავიდა ესე კარგად როგორც უნდა წასულიყო. მაგაში გულისხმობ იმას რომ ისევ იგივე გააკეთა რაც მე მგონი წინა ვიდეოზე იყო თუ იმის წინა ვიდეოზე იყო, აღარ მახსოვს, გაიჭედა რა მთელი ვიდეო და მხოლოდ ფოტო ჩანდა ჩემი ხმით და ეგრე ხარ რა თქმა უნდა არ მოწყდა გადაღება. ხო და ეხლა მიწევს რომ მეორედ გავიდე ეს იგივე ნაწილი რაც უკვე გავიარე, მაგრამ აქაც კიდე მომიწევს რომ გავაკეთო ის, რომ აი ნელ-ნელა ვიდეო გავაჩერო, გადავამოწმოთ, აი რა. გადავამოწმო ყველაფერი თუ კარგად მიდის და კარგად ხდება და რაღაც არ მეშლება და ეგრე რა. კაი, მოდი ვეცდები რომ სადმე ახლოს გავჩნდე. იმ ადგილთან სადაც ვიყავი რა. სხვადასხვა მალე დავამთავრებ კიდე ამ თამაშს და მეც დავისვენებ და თქვენს დავისვენებთ. რეალურად ისეთი ცუდიც არ არის ხა როგორც ვიდეოში მე ვამბობ და ვაჩენ რომ არის. უბრალოდ ვიდეოსაც აიღებ, ძალიან რთული არის რა ესეთი თამაშის გადაღება, ჰა. კაი. ჩეთები ჩაგდება რა თქმა უნდა ალბათ მომიწევს თორე ისე არ გამოვა. ხო კიდე მაგის გარდა ერთი პრობლემა რაც არის რომ ყველაფერი ირევა ამ თამაში. აი ფოტოზე რომ ფოტოსავით რომ გამოჩნდა ხა მთელი ვიდეო წეხან და წყალში ჩამეყარა მთლიანი 9 საათი რაც გადავიღე. ამის გარდა ირევა მოძრაობა, W-ს რო ვაწვევი წინ არ მიდის, მე ხმა თუ მქონდა რაღაც სეტინგები დაყენებული ისე როგორც მე მსურდა, ეგენიც ირევა და ისე აღარ არის როგორც მე ვაყენებ. დამიზნების დროს ხა მაგალითად უნდა მიდიოდეს, მაგრამ ეგრევე ჩერდება, რაც ასევე არ უნდა ხდებოდეს. მოკლედ აბსოლუტურად ყველაფერი ირევა ფაქტიურად და მე თავიდან დავაყენო ეგენი. ეხლა მაგალითად რო ჩავდი თამაში, ავტომა არ იყო დაყენებული, გადაწენა არ იყო დაყენებული, დამიზნებაც არ იყო დაყენებული და არც მოძრაობა და მაგენის დაყენებაც კიდე მომიწია თავიდან. ხო და აი სულ რო ერთი და იგივე სააკეთებ ან ეგეთ რაღაცებს, აი საბოლოოდ მე ძალიან წინდება რა შენც. მithumedes ვიდეოს რო იღებ, უფრო ორჯერ მეტი დაკვირვებას ავიტკინდა რა. კაი, მოდი გადავიდეთ ხა აქეთ უცებ და ავიდეთ აქ, რომ მალე გავიდე. რეალურად დარჩენილი მაქვს მე მგონი რაღაცა საათნახევარის წანა ამ თამაშს დავხურო და ძალიან მიხარია რომ საბოლოოდ მაგას ვუჩვენე. ეხლა კიდე როგორ გავაკეთე ის რომ აი აღარ გაჭედოს და ისე აღარ მოხდეს როგორც წეხან ხდებოდა თუნდაც. მოკლედ, ხო ჩაჯდომა კიდე არ იყო, ვაფშე ყველა კონტროლი იყო გათიშული და ეხლა გავასწორე როგორღაც. გავაკეთე ისე რომ full screen-ზე აღარ მაქვს თამაში და ვიყენებ ეხლა Windows screens. რეალურად full HD და 2K არის ისე უბრალოდ Windows ვიყენებ რომ უფრო მეტი კონტროლი მქონდეს ეხლა თამაშზე. ვაი, არ გადავარდე. და მე მგონი ეგრე ჯობია. კაი, რაღაცებს კიდე მოგიყვებით, იმიტომ რომ PlayStation-ზე მინდოდა რომ ელაპარაკო წინა ვიდეოზე და ვეღარ მოვაგითავე. წინა ვიდეოზე რა კი ვილაპარაკე უკვე, მაგრამ მეორეჯერ მომიწევს ახლა ლაპარაკი. ეკიდან გამომდინარე რომ ეს თამაში ესეც სულად დამთავრდა სამწუხაროდ. დამთავრდა არა, ვიდეო დამთავრდა სულად. ხო, PlayStation-ს რაც შეეხება, მარტივად გეტყვით ახლა მაგაზე რა და როგორ არის. ესე იგი, ვინც არის ის GTA 6 გამოვა, მაგრამ არ იქნება ეგ ფიზიკური დისკით. არის რაღაცა ჭორები რომ ვითომ რაღაც backlash-ი მიიღო PlayStation-მა, მაგის გამო გადაიფიქრებენ რომ ვითომ დისკი გამოვა, მაგრამ დისკი მაგისი აღარ იქნება, უბრალოდ იქნება ფიზიკური ყუთი, რაშიც დისკი დევს, მაგრამ რეალურად იქნება მაგ თამაშის კოდი. დისკს ყუთს გახსნი, კოდს ამოიკითხავ, redeem-ს დააჭერ, როგორც აი Steam-ზე იყიდე მაგალითად რაღაცა გასაღებს და მე წააკითხიებ Steam-ს, დაახლოებით იგივენაირად. და მაგ თამაშს მე უკვე მეგობარს ვერ ათხოვებ, გაყიდო რომ მოგინდეს უკვე მაგას ვეღარ გაყიდი, იგივე არის რაც დიჯიტალი იყიდო თამაში. უბრალოდ ერთი განსხვავება ის იქნება რომ retail store-ში თუ იყიდი, რაღაც სხვა მაღაზიაში, უფრო პლუსი იქნება ალბათ ის რომ შეიძლება შემთხვევით დაბალ ფასად ჩაგივარდეს სადმე. მაგრამ მაგის გარდა დიდი განსხვავება არ იქნება ესე ვთქვათ. ხო, მაგის მე კიდე რაც გააკეთა PlayStation-მა, კიდე უფრო უცნაური რაღაცა იყო. მოდი ახლა ამას მოვკლავ ჯერ და მე ანდა მოიცადე ისე პრინციპში. მოდი ესე მოვიშოროთ მარტივად. ეგრე. ხო, თქოს ეგეთი რაღაცა რომ 2028 წლიდან უკვე დისკები აღარ გამოვაო, შესაბამისად ყველაფერი იქნება დიჯიტალი
რაც იმას ნიშნავს, რომ PlayStation-ს უნდა რომ კონდეს სრული მონოპოლია იმაზე თუ რაც ხდება ზოგადად კონსოლების სივრცეში, ну განსაკუთრებით PlayStation-ის სივრცეში. ანუ აქამდე დავუშვათ თუ კონდა არჩევანი მომხმარებელს, რომ შეეძლო რომ ეყიდა თამაში, იქნებოდა ეს ონლაინი, იქნებოდა ეს დიჯიტალი, იქნებოდა ეს მეგობრისგან ათხოვრობა, თუ იქნებოდა ეს მეგობრისგან ყიდვა, ეხლა იქნება პირდაპირ ყველაფერი დიჯიტალი. რაც არის ცუდი, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში უკვე PlayStation-ი თავად აყენებს ფასებს რა. ანუ შეუძლია თამაში გაყიდოს $80, რაც არის შეიძლება 20 წლის თამაში და ვერაფერს ვერ ეთქვის, იმიტომ რომ თავისი პლატფორმა არის და უნდა რომ ეგრე კონდეს და უღირს ახლა ადამიანს მაგაში ფულის გადახდა ვარ უღირს, ეგ უკვე მაგათ არ აინტერესებს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნუ მონოპოლია უნდათ ესე რომ ვთქვათ. აი სიტყვაზე რო ავიღოთ Red Dead Redemption-ი, რომელიც თამაშიც არის, რავი, ალბათ 15 წლის არის, თითქმის მე მგონი, ნუ 10 წლის ყოველ შემთხვევაში არის. ეგ თამაში რეალურად Steam-ზე ღირს ხოლმე რაღაცა 15, აი $14 კი ნაღირდება რა ეგ თამაში. მაგრამ PlayStation-ის მარკეტზე ეგ თამაში ღირს რაღაც $60-ზე მეტი. ხო და ვინ ახლა ნორმალური ჭკუით იყიდის მაგ თამაშს PlayStation-ზე თუ PC-ს რა თქმა უნდა აქვს? არავინ ხო? ან თუ გინდა ავიღოთ მაგალითად დისკები. მაგ თამაში დისკები ღირს სადღაც 49 ლარი, აი 60 ლარიც, აი მაქსიმუმ ხო? მაგრამ ეგრო დიჯიტალი ვერსია იყიდო, უნდა გადაიხადოს რაღაცა 200 ლარამდე. 150 ლარზე მეტი ყოველ შემთხვევაში. ან მოგება აქვს PlayStation-ს ძალიან დიდი მაგ დიჯიტალი ვერსიებით და შესაბამისად აღარ უღირთ უკვე რომ გააკეთონ დისკები. მეტი აღარ უღირთ. ეხლა იმის გამო რომ ვითომ Backlash-ი მიიღეს და რაღაცა მსგავსი ხალხიც კიდე ალბათ იფიქრებს რომ იცი რა არის ანუ შეცვლიან რა აზრსო. არა, ანუ აზრს იმდენად არ ცვლიან, რომ ავსტრიაში, სადაც დისკებს ქმნიდნენ, ეგ კომპანია ფაქტიურად დაკეტეს და სხვა რაღაცების კეთება დაავალეს მოკლედ იმ ადამიანებს, ვინც მან დისკებს აკეთებდა. ანუ არ აინტერესებს რა საერთოდ უკვე მოხმარებელი რას ფიქრობს. აი, აქ უკვე Crow უნდა მოკლა. მოკლედ მაგაზე კიდე გავიზრდებ მე ლაპარაკს რა. ჯერ Crow მოკლა და მე ხო, მოკლედ ვფიქრობდი, თან კიდე ვიყიდო თუ არა მეც PlayStation 5 თქო, ოღონდ დისკიანი ვერსია რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ნახეთ როგორი თემა არის, დისკიანი ვერსია ზოგადად უფრო დაფასებული იქნება და მაგასაც კიდე გეტყვით რატო. ეხლა ერთ კონტროლერიანები აღარ არის უკვე თან, მე რასაც გადავხედე მაღაზიებში, მხოლოდ არის ორ კონტროლერიანი ვერსიები. რაც რეალურად კარგ ფასში არის ძალიან, იმიტომ რომ ფასები ხომ მოემატა ისედაც რამის გამო და დაუშვათ თუ ღირდა 1729 ლარი ფასდაკლების გარეშე ეგ PlayStation-ები და ფასდაკლებით იყოს რაღაც 1500 ლარამდე სტანდარტული დისკიანი ვერსია, ტერაბაიტიანი. ეხლა ღირს 1729 ფასდაკლებით, მაგრამ ფასდაკლების გარეშე რაღაცა 2000 ლარზე მეტი. და ყველაზე კარგი ვარიანტი მე რასაც დავაკვირდი არის ორ კონტროლერიანი ვერსია, იმიტომ რომ საკმაოდ სტანდარტული ფასი ღირს ესე რომ ვთქვათ. და თან კიდე დამატებით კონტროლერის მოყოლა და დისკის სამკითხველიც აქვს. და იმდენად ესე რომ ვთქვათ, გაიფუჭა PlayStation-მა თავისი საქმე, იმით რომ დიჯიტალ ვერსიები იქნება ახლა ყოველთვის PlayStation 6-იც და თამაშებიც, რომ უკვე ხალხს ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს დისკიან ვერსიებზე. თუ თამაში დისკიანი არ არის, ან თუ ზოგადად ანუ PlayStation დისკიანი არ არის, ესე რომ ვთქვათ, აღარ ყიდულობენ რა. და სიტყვაზე რო ვთქვათ ახლა PlayStation-ის საიტზე თუ შეეძლო ადამიანს, ანუ ერთ კაცს რო გამოეტანა 5 წელი PlayStation დისკიანი ვერსიით, ეხლა უკვე აღარ არის ეგრე. ანუ ადამიანზე არის 1 წელი მხოლოდ. სულზე 1 ესე რო ვთქვათ. იმდენად დეფიციტში არიან. რა ჯანდება ხდება მანდ? So you're the famous Dr. Krieger. ანუ შენ ხარ ცნობილი დოქტორ კრიგერი? ეს ვინ არის? ვის ვლაპარაკობ? You'll find out soon enough. მალე გაიგებ. და ნუ ხო რა, მეც ვფიქრობ რომ მალე ვიყიდო, იმიტომ რომ შესაძლებელია რომ მაგის ფასი კიდე უფრო ავიდეს ზემოთ და მე უკვე აღარ დამჩეს მეც PlayStation-ი და აღარ დამჩეს მეც დისკები, იმიტომ რომ დისკების ფასიც დარწმუნებული ვარ რომ მოემატებს. რეალურად არანაირი აზრი არ აქვს PlayStation 6-ის ყიდვას, ჯერ იმიტომ რომ PlayStation 5-ზე საკმარის თამაშები არის უკვე, ნუ ძირითადად მაგ PlayStation-ზე არის PlayStation 4-ის თამაშები და ანუ ახალი და რაღაც ექსკლუზიური ფაქტობრივად არაფერი არაა, მაგრამ მაინც ანუ საკმარისად ძლიერი და საკმარისად ბევრი თამაში არის მან რის თამაში შეგიძლია. It even looks like he has an arming sequence for a tactical nuke in case they had to cover their tracks. Thanks, Crow. You just made this real easy. Oh yeah, I'm sure this is going to be a lead pipe cinch. მოკლედ ყველაფერი დაწერილი არისო იქო და მადლობა Crow, რომ ესე მარტივი გახადეო ჩვენი მისიაო რა. ნუ კიდე გავიზრდეთ მე PlayStation-ზე რა თქმა უნდა. Just keep your eyes on the jungle, Jack. Wow. Now that we've got some time to chat,
You can fill Jungles me in on a uqureb few შენო. details. Krieger was a top researcher at the Defense Department, specialized in genetics, protocols for human combat enhancement. The Trigens. Right. Where does the CIA fit in? Army intelligence busted Krieger for unapproved human testing. He went private sector. So we sent Doyle in as a lab assistant to keep tabs on his work. So are we here to stop Krieger or save Doyle? I'm here to keep those creatures from getting off this island. I brought you along because I might just need your help. So I'm just along for the ride? Good boy. Doyle mentioned a mercenary base in this area. Let's pay them a visit. კარგი, როგორ რაღაცა ხდება ხა აქ მოგიყვებით ბარემ მაგასაც ერთი სიტყვით. თავიდან ეგ კრიგერი, ანუ ვინც არის ეგ რაღაც მეცნიერი, მოკლედ ეგ ადამიანი იყო დაცვის წარმომადგენელი რა, ანუ მაღალი წოდების კაცი იყო და მაგას ევალებოდა ზოგადად, როგორც აღმოჩნდა ხა, რომ გააკეთებინა თავდაცვის აღჭურვილობა, ანუ იარაღები და კაცების გაძლიერება და ასე შემდეგ, მაგრამ მე უკვე მაგის რისერჩი იმ ხელაზე წავიდა, რომ კაცების გასაძლიერებლად და რაღაც ნიმუში შეიმუშავა, რომ კრიგერები შეიქმნა. ეს კრუგერებით რაღაც მონსტრები რო არიან ერთ სიტყვით. ანუ იმდენად გააძლიერა ადამიანის იმუნიტეტი, რომ გადაიქცა რაღაცა ცხოველად. რაც არის აი ბრძოლისთვის გათვლილი. ხო და მე მაგის გამო ანუ გააგდეს იქედან და შექმნა თავისი პერსონალური რაღაც ლაბორატორია ამ კუნძულზე. ხო და CIA მაშინ საიდან გაჩნდაო აქ და CIA იქედან გაჩნდაო, რომ ესე იგი ჩვენ არ გვინდა რომ ეგ მონსტრები რაც მაგან შექმნა ამ კუნძულიდან გაიქცნენ და მოკლედ საზოგადოებაში წავიდნენ. და შესაბამისად მაგიტო ვარ ახლა მე აქო იმ ქალმაც ეგრე თქვა. ხო და ამით ახლა ის რო არის კიდე დოილი მართლა ჩვენი ექიმი ვინც სულ გველაპარაკება, ეგეც კიდე შეგზავნილი არის მაგ კრიგერის ლაბორატორიაში, იმიტომ რომ ინფორმაცია მოიძიოს და მე მოგვეწოდოს ჩვენ. და მე ამ კაცს მოვუთხარ რომ ჩვენ ვუთხარით ამ ქალს რომ მაშინ ჩვენი ოპერაცია ხა რომელი არის, ანუ დოილის გათავისუფლდება თუ კრიგერის მოკვლავა რა რაღაცა ეგრე. ხო და ნუ მე კიდე აუხსნა იმ ქალმა რომ მე აქ იმიტომ ვარ რომ მონსტრები აქედან არ წავიდესო რა. და ეგ არის და ეგ რა. ჩვენ უბრალოდ აქ ვეხმარებით ესე რომ ვთქვათ. Val, I've received a go from the office. They've assessed the situation and they need you to take out the main compound. I think there are two sites we need to worry about. An outpost and the main compound itself. If we want to make sure we take both out, we're gonna need to get the nuke. The nuke? Are you crazy? Oh, relax. It's got a very small yield. Just enough to destroy the facility without too much collateral damage. Besides, we'll be out of range and upwind by the time it goes off. კაი. ნუ თავიდან კიდე ამ ქალმა ის I თქვა რომ spotted a small camp nearby. Looks like the perfect place to borrow some transportation. ხო, მოიცა. ასასინები ყავსო რა, მაგ ექიმსო აქო და მოდი ვესტუმროთო. ეხლა კიდე ესეთი რაღაცა თქვა რომ მოკლედ ორი ბაზა არისო და მაგ ბაზების განადგურება ჩვენ შეგვიძლია ნუკების დახმარებით, ანუ ატომური ბომბებითო, მაგრამ ამან უთხრა რომ შენ ხوار გაგიჟდიო რა, ანუ ატომური ბომბებიო სახუმარო თემა არ არისო. და ნახოთ ეხლა რას და როგორ ვიზამთ. ვიღაცა ყავსო უკანო. რამდენად უკანე ხარ ვიცი, მაგრამ ყავსო ვიღაცაო რა. ვიცი. კაი, მოდი, ჩავახვროთ რა ესენი, თორე ტვინი წაიღეს უკვე. მე ხეთან არ მოგდები, მაგრამ შეიძლება ეს მოგდეს და ეგ არ მოწყობს. ვინა კაცო ჩვენ ზემოთ? Jack. მიდი. გავაშუმოთ იქნება ეს, კიდე კაი. ხო, კიდე რა უნდა მეთქვა მართლა. სხვადასხვა FPS-ი მე მგონი უფრო გამოსწორდა ეხლა რაც ესე full screen-ზე არა კაცო. Windows-ზე რაც დავაყენე, უფრო უკეთესი FPS-ი არის და ყველაფერი მეკავება ძალიან და მე მგონი ამ კატამ გადმომადო ეს სტილები. ეხლა კი ძინავ შენთან ახლოს, მაგრამ მაინც. კარგი, აქ აღარ მახსოვს რა უნდა გამეკეთებია, მე მგონი მანქანა უნდა დავიყვანო, ხო? ხო, სიო. გასაგებია. წავეცი. იზი ამის ხმა როგორ შეწერეს, ძალიან მაინტერესებს, ანუ ამ პერიოდში მithumetes. წავეცი. მე ვოტარებო და შენ მიხედეო რა მაგია როსა. რა რთულია ამის მართვა, თან აი თვალებს მიღლის რა ეს თამაში.
არც ვიცი თან ეს ბომბა როგორ გამოვიყენო ეს მეორე იარაღი. მოვყოლით. ძალიან კაი. ხო, Dead Space-ი შევიძინე კიდე მართლა გაზეკლება რო იყო ახლა. ნუ ბევრი თამაში მაქვს კიდე რაღაცები, რაც არც მითამაშია საერთოდ და შეიძლება რაღაცების გადაღება უბრალოდ ნახეთ ისეთი თემაა რომ მაგ თამაშების თამაში მინდა ოღონ მარტივად რო გავიდე რა. არ მინდა რომ 1-2 თვე გამეწელოს ახლა მაგალითად Stray თამაში ან რაღაცა მარტივი თამაშის თამაში. და ვიდეო რო გადავიღო კი კარგი იქნება რა თქმა უნდა. მაგრამ ძალიან დიდ დროს წაიღებს, არ მინდა რომ მაგ ხელაზე გავწელო მაგ თამაშების დახურვა. თუ გინდა ხა მაგალითად Assassin's თამაშობ, Assassin's Creed Valhalla-ს. ნუ ვერ ვიტყვი რომ ნახევარზე გავავედი რაღაც DLC ვითამაშის შემთხვევით და ასე თუ ისე მომეწონა რა, ცუდი არ არის. რაღაც მინუსები აქვს ხა მაგ თამაშს, რა თქმა უნდა. ანუ ძალიან ბაგიანი თამაშია და ერთი ხუთჯერ მაინც გამეკრაშა და გაითიშა, მაგრამ მაგის იქეთ საკმაოდ კარგი თამაში ჩანს. უბრალოდ ერთი პრობლემა კიდე ესაა რომ ძალიან ბევრი დიალოგებია და ეგ ცოტა მოსაწყენი არის ზოგჯერ. მივედით. Doyle, we're here. Can you provide us with the location of the main security terminal? თავარი დაცვითი ადგილისო? All right, I've got him. კაი, კოორდინატებს Here's მოგცემ what we ახლა. need to do. კაი, მოდი ახლა რა უნდა ვქნათ ჩვენ? შენ სახალისო რაღაცა ხდება. შეიპარებიო მანდო ყველაფერს და ყველას დახოცავ და როცა შირინ შევალ დავჰაკავ ყველაფერს. Whoa, I'm not touching a nuke. Not even a little tiny one. Nobody's asking you to, tough guy. I'm qualified to arm it. All you have to do is get me in there. You're full of surprises, lady. მოკლედ შემიყვანეო იქო რა შენ დახოცეო ყველა ხალხიო და არაო აცო მე ნუქსო არ შევეხებიო პატარას რო იყოს მაინცო არაო შენო მაგარო ბიჭო არა მე არ გთხოვსო რომ ნუქს შეეხო მაგასო მე ვიზამო შენ როლ ჩინ შემიყვანეო რა და შენო სურპრიზებით ავსეხარო ქალბატონო ეხა ბევრად უფრო სასიამოვნოა რა მეგონი თამაში რომ FPS-ი ცოდნა უფრო გამოსწორდა აუ კიდე ჩარტეს რა ესენი ისეთი კი არაფერი ანუ ან ხალხი კი არ გამოყავთ ვიღაცა ძლიერი ისეთი რომ ვერ მოვერევიან რაღაცა მსგავსი მაგრამ უბრალოდ ხმა არის ძალიან გამაღიზიანებელი ლოგ წივის ესე ერთი ეს მაღიზიანებს და მეორე კიდე ღვიდი რო გეკეთია თანამედროვე მანქანაში და რო წივის შო ეგ არის ხო ესეც აქ უნდა შემოვიდეს უკვე ვაუ აღარ მახსოვს აქ რა გავაკეთე მგონი ჯერ უნდა დავხოცო ესენი ყველა შიგნით ნუ შევიდე. ხო, PlayStation-ზე კიდე რასაც ვლაპარაკობდი. როგორც გითხარით, არ ანაღლებთ, ანუ კონსუმერები ან მომხმარებლები რას ფიქრობენ მაგასთან დაკავშირებით. სულ ფეხებზე კიდეაც მაგათთვის თავარია რომ ფული კონდეს გაკეთებული და ფულს კიდე საკმაოდ კარგად აკეთებენ მაგ ყველაფრით. ხო და იქედან გამომდინარე რომ მე არასდროს არ მქონია არც PlayStation და არაფერი ფიქრობდი რომ კარგი იდეა იქნებოდა რომ მე კიდე PlayStation-ის რაღაც ამ პერიოდში უბრალოდ ჯერჯერობით ახლა მაგის თანხები მე არ მაქვს სამწუხაროდ. თუმცა როცა მექნება მე შეიძლება. იმიტომ რომ ფასი აიწევს მაგისი დარწმუნებული ვარ, უფრო ძვირი ეღირება და უფრო დაფასდება. იმიტომ რომ კი როგორც იხარეთ PlayStation 6-ის ყიდვა იქნება ძალიან სისულელი და არ ვიცი ეგ რატომ დაიყიდო საერთოდ როცა არ მგონია რომ რაღაცა განსაკუთრებული ექსკლუზივი კონდეს მაგას და მით უმეტეს კიდე საერთოდ რომ ექსკლუზივიც კონდეს, ყველა დიჯიტალი იქნება, როგორც გავარდა ინფორმაცია. შესაბამისად, დიჯიტალების შემთხვევაში ძალიან დიდი რისკი არის იმისი, რომ შეუძლია სტანდარტულად და ჩვეულებრივად სხვადასხვა რომ წაიღოს PlayStation-მა შენი ნაყიდი თამაშები. მაგალითად, ეხა ისეთი რაღაცაა, რომ თუ დავუშვოთ შენ PlayStation 5 გაქვს, ან ნებისმიერ PlayStation-ი და ან რაღაც ესე მოხდა, რომ 30 დღე ონლაინში ვერ შეხვედი, ან შეიძლება ონლაინში უბრალოდ არ გინდა რომ შეხვიდე, იმიტომ რომ რაღაცის განახლება არ გსურს რა. ამ შემთხვევაში PlayStation-ი აკეთებს ისეთ რაღაცას, რომ თამაშები რაცა გაქვს, საათები რაც გითამაშია, ან აშიმენტები რაც აგიღია მაგ თამაში, აბსოლუტურად ყველაფერს გიქრობენ ავტომატურად. და ეგ არის ძალიან სურველი და მე კიდე არალეგალური, იმიტომ რომ რა ვიცი, ამდენი რაღაცა იწვალე გააკეთე და ეხა PlayStation-ი დგებოდა, იმიტომ რომ შენ რაღაც კავშირი არ ქონდა 30 დღე ინტერნეტთან აწასული ყავს რაღაცა
თამაშების საათებს გიქრობს, ანუ რა სისულელი არის ეგ. და მეორე ვარიანტი არის კიდე ხა ის, რომ დავუშვათ თუ 3 წლის მანძილზე არ გახსენი შენი PlayStation-ის აკაუნტი, მაშინ PlayStation-ი მაგ აკაუნტიდან თამაშებს ყველაფერს გიქრობს, ანუ შენს აკაუნტს აბსოლუტურად აკრობს. ეგიც კიდე უნდა იყოს წესით არალეგალური, იმიტომ რომ ეგრე არ შეიძლება, ანუ მე შეიძლება 10, აი მაგალითად ხა Steam-ზე მე თამაშებს ვგრობს რაღაცა 10 წელიწადი არის და რამდენი ფული მაქვს ამ Steam-ზე დახარჯული, ვინ იცის, ხო? და წარმოიდგინე ხა ისეთი რაღაცა რომ მოხდეს რომ აი მომიწია ქვეყანა წასვლა ან რაღაცა ისეთი მოხდა რომ ფიზიკურად კონტაქტი ან კავშირი არ მაქვს არც PC-სთან არც Steam-თან არაფერი და ნუ გავიდა 3 წელი და 3 წელი გავიდა მე მორჩა ეგ პრობლემა და ეხლა მინდა რომ ჩემი Steam-ი გავხსნა და ვითამაშო და უცებ ხვდები ეგეთი შეტყობინება რომ იქიდან გამომდინარე რომ მე 3 წლის მანძილზე ონლაინში არ შემოვიდი ჩემი ყველა თამაში ჩემი აკაუნტი ანუ აბსოლუტურად გამქრალია და მისი დაბრუნების შანსი არის 0 ანუ რანაირად არის ეგ ლეგალური და რანაირად აძლევს ხალხი აი ხალხი არ ან კომპანიები და ზოგადად წესები როგორ აძლევთ მაგათ საშუალებას რომ ეგეთი სისულელები გააკეთოს ან PlayStation-ს გულისხმობ არ ვიცი აი ძალიან საინტერესოა Don't remind me. That's not all. I need you to enter their headquarters and find the arming device. There's no time, so we need to split up and you need to stop bitching. ხო, მოკლედ ეხა გავაღებთ ამ კარებსო და მე ნუქს ავიღებთ, მაგრამ ხოლოდ ეგ არ არისო, შენ კიდე უნდა აიღო მაგნუკის გასაღებიცო. კი ბატონო, მალე ვიზამ ყველაფერს პრობლემა არ არის. ხო და დისკიანი ვერსია თუ გექნება PlayStation-ის, ეგ არ შეუძლიათ რომ გააკეთონ. მით უმეტეს ისეთი თამაშის დისკი, როგორებიც არის მაგალითად story თამაშები, შეიძლება ის იყოს God of War ან რაღაცა მსგავსი, ფიზიკურად არ შეუძლია PlayStation-ს რომ ეგ წაგართოს. ეხლა თუ სახლში არ მოვლიან ან რაღაცა ისეთ კოდს არ დაწერენ, რომელი კოდის გამოიწვევს იმას, რომ დისკის თამაში არ გახსნას დისკიანმა ვერსიამ, მაშინ არ ვიცი. მაგრამ ფიზიკურად ეგ არ შეუძლიათ, იმიტომ რომ თუ დისკს აწერია რომ არ ჭირდება ინტერნეტი და შენ ჩვეულებრივად ინტერნეტის გარეშე იწერ მაგ თამაშს, მაგ შემთხვევაში არ ვიცი, ანუ ფლობ რა თამაში, ესე რომ ვთქვათ და ვერანაირად ვერ წაგართმევენ. და Digital-ს თუ იყიდი, უფლება არ აქვს რომ წაგართონ, მაგრამ მაინც გართმევენ. მაგალითად კიდე რო ავიღოთ 500 ფილმი იყო თუ არ ვშტები PlayStation-ზე, რაც ხალხს ჰქონდა ნაყიდი, ანუ წლების მანძილზე, რომ რა თქმა უნდა ენახათ ეგ ფილმები და ისე გააკეთა PlayStation-მა, რომ ეგ 500-ვე ფილმი გააქრო იმათი ხალხის აკაუნტებიდან. და ანუ არც რეფანდი გაუკეთებია, ანუ არც ნახარდაბრუნებია PlayStation-ს მაგათთვის, არაფერი საერთოდ, უბრალოდ წაართვა ეგ ფილმები და მორჩა რა, დამთავრდა ესე ვთქვათ პრობლემში ბაზარი. იგივე შეუძლია გააკეთონ თამაშებზეც. შეუძლია რომ წაგართონ ეგ თამაშები, რაც უკვე ახსენე როგორაც და არც ნახას დაიგებრუნებენ და არაფერი. და მაგიტომ მინდა რომ რაც შეიძლება მალე შევიძინო თუ შევიძენ PlayStation-ი own დისკიანი ვერსია. იმისათვის რომ ჯერ ერთი რომ მუღამის მაქვს დისკების, ძალიან მოწონს დისკები ზოგადად. რაღაც ფიზიკური თამაშები არის, აი არ ვიცი, გიждები რა, ესე რომ ვთქვათ. ხო და მეორე კიდე იმიტომ რომ დავუშვათ PlayStation-ი არ მქონია არასოდეს. მიუხედავად იმისა, რომ კონტროლერი მაქვს Xbox-ის და შემიძლია რომ გამოცადო დაახლოებით იგივე გამოცდილება, რაც PlayStation-ი არის ჩემს PC-ზე ან laptop-ზე. იმიტომ რომ ყველა თამაში მაქვს ფაქტიურად რაც PlayStation-ის ექსკლუზივი არის გარდა Ghost of Tsushima-სა და Ghost of Yotei-სა, იმიტომ რომ PSN-ის გამო ეგ თამაშები Steam-ზე რო შემოვიდა, ფაქტიურად ეგრევე PlayStation-მა გააქრო Steam-დან. და ძალიან ბევრ ქვეყანაში ეგ თამაშები შეზღუდული არის. ისევე როგორც Ragnarok იყო შეზღუდული ბევრ ქვეყანაში, Last of Us-ის ბევრ ქვეყანაში შეზღუდული იყო, მაგრამ მერე დააბრუნეს ეგ თამაშები Steam-ზე, მაგრამ Ghost of Tsushima რატომღაც არ დააბრუნეს, იმიტომ რომ ვითომ ეგ თამაში ონლაინი არისო. და PSN-ის აკაუნტზე უნდა ვიყო დარეგისტრირებული იმისათვის, რომ შევძლო მაგ თამაშის თამაში, როცა ეგ არის რეალურად story თამაში, მაგრამ ვითომ ონლაინი არისო რა. და PSN-ის აკაუნტი კიდე ბევრ ქვეყანაში არის შეზღუდული. რაღაც მგონი 150 ქვეყანაში არ შეგიძლია ეგ. და საქართველოს როგორც ჩანს მაგ ქვეყნებს შორის არის. ანუ იმდენ რაღაცა იდიოტურ შეზღუდვებს წერენ ეს PlayStation-ი, Sony ზოგადად, რომ აი არ ვიცი მაგას როგორ ამართლებს იმიან, როგორ საერთოდ უყურებენ კარგი თვალით და იმედია რომ PlayStation 6 კიდე არავინ არ იყიდის და დარჩებათ ცუდად რო ვთქვათ ოხრად რა ეგ PlayStation, იმიტომ რომ არ ვიცი აი რა აზრი აქვს მაგ PlayStation-ის ყიდოს. 5-ზე არაფერი ექსკლუზივი არ იყო, ფაქტიურად ყველა თამაში რაც გამოვიდა PlayStation 5-ზე იყო PlayStation 4-ის ან ექსკლუზივი, ან PlayStation 4-დან გადმოტანილი 5-ზე და უბრალოდ ან რიმეიკი, ან რიმასტერდი, ან რაღაცა მსგავსი სისულელე. თუ გინდა God of War Ragnarok-ი აიღე, თუ გინდა Spider-Man 2 აიღე, უმეტესობა ეგ თამაშები თითქმის ყველა იყო PlayStation 4-ის თამაშები და მერე გადმოიტანეს 5-ზე, ესე რომ ვთქვათ. ხო და ვიცი რა აზრი აქვს 6-ის ყიდვას ვერ ხვდები. You'll see. და მაგიტო რა, ანუ უბრალოდ რომ მქონდეს ესე რომ ვთქვათ PlayStation-ის ან დისკიანი ვერსია, არ ვიცი. არ შეიძლება არაფერი შეერდამჭიდეს მართლა, უბრალოდ რაღაცნაირად აი ძალიან
ვერ ვიტყვი რომ ბავშვური სურვილი მაქვს, მაგრამ მაქვს სურვილი რომ ასე ვთქვათ მქონდეს PlayStation. და ალბათ მაგ სურვილსაც კიდე არ ვიხსენ, უბრალოდ ჯერ რაღაცები არის, რაც უნდა გავაკეთო, სანამ აქამდე მივალ. რამდენიმე თვეში ალბათ. და Hang on. ცოტა ისეთი This თემა lock is still იქნება, activated. სხვა შორის რა ის Steam-ზე რა თამაშებიც მაქვს, მე შეიძლება თავიდან მომიწიოს რომ ვიყიდო ეგ თამაშები PlayStation-ზე, რომ მე This is the PlayStation-ს outpost, გავიდე, Jack. მაგრამ The nuke is in here somewhere. მაინც რაღაცნაირია რა. You go first. მაგალითად Ghost of Yotei არ იქნება Steam-ზე. არა მაქვს Steam-ზე, ანუ არის Steam-ზე, მაგრამ არა მაქვს, მე ვიყიდულობ, იმიტომ რომ ჩემს რეგიონზე ეგ არ მუშაობს. Wolverine რომელიც არის, ეგეც არ იქნება Steam-ზე დიდი ხნის მანძილზე. და კიდე არის რაღაც თამაშები, რაც გამოდის PlayStation-ზე, მაგრამ არ იქნება სამწუხაროდ Steam-ზე. თუ გინდა UFC 6 აიღე, როგორც ვიცი, Steam-ზე არ არის ეგ თამაში კიდე. ნუ ეხა UFC 6 და GTA და FC 26 და ეგეთები მე არ მოწონს და არ ვთამაშობ, მაგრამ story თამაშები რაც არის, ძალიან მოწონს და ზოგიერთი ექსკლუზივი თამაშებდი, რატომაც არა. ნუ კი რა თქმა უნდა, ეხა 250 ლარს გადახდა თამაში, ცოტა ბევრი არის. მithundes PlayStation-ის თამაში, მაგრამ რასიზმ. თან ეხა ტელევიზორიც არ მეწყობს იმდენად ხელს რო გითხრათ ეხა სიმართლე, მაგრამ არც ეგ არის პრობლემა Full HD 60 FPS-შიც შეიძლება რომ ვითამაშო. მაგ ეგრევე ვთამაშობდი რამდენი წელი თამაშებს და პრობლემა არ მქონია. ნუ დიდ ეკრანზე ეხა უფრო სხვანაირი არის შედარებით. ტელევიზორის ეკრანზე რო Full HD არის და 60 Hz ცოტა არის, მაგრამ არა უშავს. თუ რამე მე PlayStation-ის გამოსვლა უფრო ძვირი იქნება და PlayStation-ის კიდევ უფრო ძვირი იქნება, მithundes დისკიანი ვერსიის თუ მაგან ფასები მოემატა კიდევ უფრო ვიდრე ტელევიზორის. ტელევიზორი შეიძლება 600 ლარად ჩაგივარდეს ხელში რაღაცა 4K 120 Hz-იანი. და PlayStation-ი თუ მოემატებს ფასს. თან კარგი ხა იმ ხრივ არის, რომ როცა 2000 რაღაცა ლარს გადაიხდი PlayStation-ში, ეგ არის ერთშოთი გადახდა და ნუ ბევრი ფული არის ხა რა თქმა უნდა, მაგრამ სად ეხა მაგნეფულს რო გადაიხდი PlayStation-ში და სად კიდე 100 ლარს რო გადაიხდი დისკში ან 50 ლარს რო გადაიხდი დისკში. დიდი განსხვავება ხო არის და PlayStation რო გაქვს უკვე მე ცოტა იაფიარი ცხოვრება რა. ალბათ, არ ვიცი. მოკლედ ეგ იყო რა რაც უნდა მეთქვა ესე იგი მთლიან PlayStation-ზე. ეხლა ჩვენ თამაშს მივაქციოთ ყურადღება და ნახოთ აქ რა იქნება, იმიტომ რომ აქედან უკვე აღარ ვიცი. აი ეს არის რასაც ვიძახი მე სერვისო. მოდი მე ვატარებო რა და სიამოვნებითო ჩვენმა პერსონაჟმა უთხრა აგერ ამ ქალბატონს. ხილად იყავითო, იმიტომ რომ ეგ ლაბორატორიები დაცული არის კრიგერის ყველაზე საუკეთესო ხალხიდანო. კი ბატონო, დაგელაპარაკები დოილ როცა მივალთო მანდო და აი ლაბორატორიაშიც კაკრას მივედით. მალე დავასრულებ კიდე ალბათ ამ ვიდეოს, იმიტომ რომ არ მინდა რომ ძალიან დიდი გამომივიდეს მაინც. ცოტაზე გავალ. შეიძლება ნუ კი ავაფეთქო მაქსიმუმ და მე დავასრულო ვიდეო. წესით ხვალ თუ ორი ვიდეო გადავიღე, ალბათ მოვრჩები ამ თამაშს. ძალიან სუფთა არის თქვენი გზა ლაბორატორიისკენო, მაგრამ კიდევ ერთი რაღაცა უნდა იცოდეთო, როცა ეგ ნუკი აფეთქდება, შეიძლება რომ ძალიან უცნაური რაღაცები გამოიწვიოსო. ანუ იმას ვცდილობ, რომ შეიძლება თქვენ საფრთხეში იყოთო, რადგან როცა აფეთქდება ეგ ნუკი ხო ავრცელებს რაღაცებს. ხო და მაგას ეფექტი ექნებაო თქვენი. ამიტომ შრად იყავითო. და რას გულისხმობ შენ ანუ ფრთხილად ვიყავთო? ფრთხილად ყოფნა იქნებოდა ის, რომ ჩვენს თვალწინ არ ვაფეთქებდეთო ამ ნუქსო. ხო და დოილმა უთხრა, რომ მე ვარ უხუმრობო რა, ანუ შეიძლება მართლა ეგეთი რაღაცა მოხდესო და მაგისთვისო სიროფები არის ლაბორატორიაშიო და როცა ნუკი აფეთქდება, ან სანამ აფეთქდება აიღეთო ეგენიო, რომ მე თქვენ თავს უნკუნალოთო ესე რომ ვთქვათ. ხო და რა არის ეს რა სისულელიაო? კაი, მოდი ახლა ჩვენ დავასრულოთ ეს ყველაფერიო და მე წავედით აქედან რა. რიქოილი გამორთი, მაგრამ მაინც რამხელა რიქოილი აქვს. და არ ვიცი სხვა შორის დავდო ახლა ეს ორი ვიდეო დღეს ბარემ, ანუ ერთი დილით და მეორე საღამოს და ხვალ მე კიდე დავხურო ეს თამაში და დავიწყო უკვე Far Cry 2-ის გადმოწერა თუ რამე სხვა თამაში გადმოწერო. რეალურად სხვა თამაშიც მინდა, მაგრამ მე მგონი ჯობია რომ Far Cry 2 მოვიშორო. იმიტომ რომ სიტყვაზე რო ვთქვა ეხა Windows 12 ან რაღაცა რო გამოვიდეს, მიუხედავად იმისა რომ Steam-ი ყველანაირად ცდილობს რომ მოერგოს მომხმარებელს, მაგაში გულისხმობ იმას რომ ძველი თამაშები რომლებიც არის, შეიძლება ეხა შენ პირდაპირ რო გადმოწერო, მაგის თამაში არ შეგეძლოს, მაგრამ Steam-ზე ისეთი რაღაცა ხდება რომ Steam-ი ცდილობს რომ ძველი თამაშების პროგრამა რაღაცნაირად აი ჩააქვსოვოს იმ ლიცენზიაში, რასაც შენ ყიდულობ. ხო და მაგალითად ეხა მე რო ვიყიდე Far Cry 1,
რო დავუშვათ უფროსის გამომაწერა შეიძლება ვერ ჩამერთო, იმიტომ რომ ეს თამაში გათვლილია რაღაცა Windows Vista-ზე და Windows მე მგონი XP-ზე. მაგრამ Steam-ს ისე აქვს დაპროგრამებული, რომ ანუ ჩვეულებრივად გახსნა შემიძლია რაღაცა DirectX 9-ს ვიწერ, მე მგონი თუ რაღაცა მსგავს პროგრამას ვიწერ, ანუ მოყვება თამაშს და მარტივად მე უკვე თამაშობ ძველ თამაშებს, როგორც არის მაგალითად Far Cry 1. და ეგეც კარგი არის, რაც PlayStation-ს არ აქვს. ანუ ძველი PlayStation-ის თამაშების თამაში იქ არ შემიძლია. მაგალითად God of War-ის თამაში მინდა ძალიან, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვითამაშებ, იმიტომ რომ არ აქვს ეგ ფუნქცია PlayStation-ს. რაღაც cloud-ის ყიდვით შეგიძლია, ანუ PS Plus თუ იყიდე და გადაიხდე რაღაცა $40 შეიძლება რომ ვითამაშო. მაგრამ ყველას მაინც ვერ თამაშობ რა და ეგეც კიდე პრობლემური არის. ან კიდე მაგალითად ფულის დაბრუნების სისტემა Steam-ს აქვს ეგ, PlayStation-ს არ აქვს. ანუ Steam-ზე შემიძლია რომ რაღაც თამაში ვითამაშო 2 საათის მანძილზე, არ მომეწონოს ეგ თამაში და მე გავყიდო. ან შეიძლება რაღაცა პატარა თამაში იყოს, რაღაც 2 საათამდე არ გრძელდება, დავხურო და მე დავაბრუნო. ну ეხა ეგ ცუდია რა თქმა უნდა დეველოპერისთვის, მაგრამ ხო ხვდებით ან რამდენად მორგებული და კარგი არის ხო Steam ვიდრე PlayStation და რატომ უნდა იყიდოს ვიღაცამ PlayStation-ი მით უმეტეს იმის მერე რაც დაკეთებენ ძალიან რთული სათქმელი არის მაგრამ კიდე გეუბნებით დისკების მოღავი მაქვს ძალიან კარგად ვერ გაგონე რა თქმა მაგრამ იმედია რომ ეს ხალე მალე მოვაკეთ და მოვშები ამას. ვახ. დაგერხავ შენ. ეს ექიმების რო ძალიან შეიარაღებული არიან თუ აგვირდებით. რა მოგამწაროთ ესე? გამოდი ზემოთ ავიდეთ და ძალიან ბევრი ვილაპარაკე სხვადასხვა და მომენეთ რა აი ვიდეოს გადაღების დროს ამდენი ლაპარაკი რატომღაც. არ ვიცი რატომ, მაგრამ არაფერზე ვარ ვილაპარაკო, ვიდეოც მე ცუდი გამოდის და თან მეც კიდე ანუ რაღაცნაირად აი გულიდან ამომაქვს რაღაცეები. როცა ესე ბევრს ლაპარაკობ. კაი, რა უნდა გავაკეთო ახლა აქ სიმართლე გითხრათ აღარ ვიცი. ფიქრობ რომ მან სო გასაგებია. მე მგონი კარი უნდა გავაღო აი აქედან. რამეს ხედავ და იპოვეო აგერო. და რომი პოვე მაგიტო დაიჭირე კაი ჩიკი. ხო რაც გეუბნებოდით მე PlayStation 5-ზე ანუ მაგის ყიდვაზე. ეხლა მაქვს რაღაც განაწილებები გაკეთებული. აი მე რაც მუშაობ, ალბათ წელიწადზე მეტი იქნება, ჩემთვის ფაქტიურად თითქმის არაფერი არ მიყიდია ლეპტოპის გარდა და ურთიერთობების გარდა. მე მგონი რომ ჩემთვის მაგის მე არაფერი აღარ მიყიდია. მაგრამ სხვა დანარჩენს მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცას არ მინდა ხომ მაგის ლაპარაკი უნდა დავაკეთოთ ეგ. უბრალოდ იმის კომენტარი რომ განაწილება მაქვს ხა გაკეთებული დაახლოებით არა აქ ხან მნიშვნელობა რამდენი არის, მაგრამ გააკეთებული მაქვს. ხო და სანამ მაგ განაწილებას არ ჩავფარო, მანამდე ფიზიკურად ვერ ვიყიდი PlayStation 5-ს, თორე რომ მქონდეს ახლა დავუშვათ ეგ განაწილებები ან რაღაც განმოდებები, შემეძლებოდა რომ დღესვე მეყიდა PlayStation 5 უპრობლემოდ და დისკებიც კიდე მეყოლებია ბარემ ზემოდან. მაგრამ მეორე პრობლემა კიდე ისაა, რომ სამსახურში გამოცდებიც ამაქვს და თუ არ ჩავაბარე გამოცდები, შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ განაწილება დამჭირს ან რაღაც განმოდება გაკეთებული და სამსახური აღარ მქონდეს თუ გამოცდა ვერ ჩავაბარე. ხო და მირჩევნია ჯერ რომ ცოტა ჭკვიანურად მოვიქცე და თუ დავუშვათ PlayStation-ის ყიდვა იქნება, რაც შეჯობით არ ვიცი იქნება თუ არა, გააჩნია PlayStation-ი კიდე რა იდიოტობას იზამს რა. შეიძლება ვიყიდო PlayStation-ი და მეორე დღეს მერე PlayStation-მა და Sony-მ თქვას ეგეთი რაღაცა რომ ვისაც დისკიანი ვერსია აქვს, იმას თამაში აღარ შეეძლოს არაფრისო რა რაღაც ეგეთი იდიოტობა. ხო და ჯერ მაინც უნდა მოვიცადო ისედაც. და მე რა ვნახოთ რა, თან კიდე მანამდე იქნება გამოცდაც მომეწიოს, მანამდე იქნება ეს განაწილება რაც მაქვს ეგენის დავფარო და წესით ყველაფერი უნდა იყოს კარგად. მაგრამ ვნახოთ რა. თან კიდე ხა უნივერსიტეტის გამოცდების შესაძლებელი მაქვს, ეგეც ცოტა ხელს მიშლის. შესაძლებელი არა რა, ანუ მაგის თანხა კიდე გადასახადი და რაღაცეები რა, მოკლედ აი ბევრი რაღაცა იქნება პრობლემად. მაგრამ ვნახოთ მოკლედ რა როგორ იქნება და მომავალში რა როგორ წავა, წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით და სად მიგვაქვს ეგ ესეთ ადგილზე, ხო ვერ გავიგე კიდე ის სად შეგვაქვს. Follow me, Jack. We need to find the serum. სიროფი უნდა ვიპოვოთ? ეს რა I never ადგილია? had access rights to that facility.
From what I've been able to determine from the uplink, this is where Krieger's third stage experiments were conducted. მე არ მქონია არასოდეს. Krieger was in such a hurry that he started taking all sorts of live specimens and infusing them with the Trigen serum. They were also supposed to be creating Trigens from zygotes. მოკლედ მე არ ყოფილი რა ვქო არასოდეს, მაგრამ რაც გამიგია ჩემი გამოცდილებიდან, რომ მანდ არისო კრიგერის ერთ-ერთი ყველაზე მესამე დონის ლაბორატორია არისო რა. რაც ნიშნავს იმას, რომ აქ ტრიჯენებს ერთმანეთს აწებებდაო და რაღაცა ზიგებიაო თუ რაღაცეები, მოკლედ მაგინსო კიდე ქმნიდაო აქ. დოელ, შენ ლაბორატორიაში ვართ. კარგი. ანტიდოტების რო არა. წითელი ყუთი არის ბიოჰაზარდის სიმბოლოთი. რა ხდება? არ მომწონს მე მაგას გაკეთება. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საყვარელი მუტანტად გადაიქცევიო. I've had worse. Let's move. უფრო საშინელი რაღაცებიც შემოგვიძლია. მოდი წავიდეთ. Jack, you must protect her with your life. She won't be able to defend herself. Keep it up, Jack. მოკლედ უნდა დაიცვაო ეგო შენ, იმიტომ რომ საკუთარ თავს ვერ დაიცავს ეგო მარტო. რატო ვერ დაიცავს იარაღი აქვს? ანუ ეხლა მუტანტებად გადავიქცევით ჩვენ თუ რაღაც დროებითი რამე იყო? კაი, დამაზღვიაო სანამ მე Hurry up. We've got visitors. გავაკეთებ რა მაგასო. ცოტა მალექენიო ოღონდ, იმიტომ რომ ხალხი ყავსო რა. ბიჭო, რამხელა რიკოილი აქვს და არა და რიკოილი გავთიში. ხო, ისე სხვადასხვის, რაც ვერ გავიგე, აი Fortnite როგორ უნდა ითამაშო PlayStation-ზე, ან თუ გინდა Xbox-ი იყოს, აი აზზე ვერ მოდივარ. საშინელება იყო, ერთხელ შემთხვევით გავტესტე, ანუ დაკავშირებული მქონდა რა, ბარემ Xbox-ის კონტროლერები ლეპტოპთან და მეთქი მოდი Battlefield 6-ში ბარემ რაღაც ჩართული მაქვს და თამაშობ იმისი მაუსით და keyboard-ით. გავტესტავთ ხო და ისეთი საშინელება იყო, აი ვერც დავდიოდი. ნუ შეიძლება ეხა იგი იმიტომ რომ რა თქმა უნდა არ ვიცი მართვა ჯოისტიკის თუ როგორ არის იმით და შუთერებში, მაგრამ საშინელება იყო. მე Red Dead Redemption-იც გავტესტე სხვადასხვის, ავი ალბათ 1-3 საათი მაინც ვითამაშია, 3 საათზე მეტი Red Dead-ი Xbox-ის კონტროლერით და ვერ გეტყვით რომ თლაც ცუდი იყო, მაგრამ თლიან gameplay-ს არ გავიდოდი ჯოისტიკით, იმიტომ რომ აი ჩამომაზინა რა. ისე რაღაცნაირად უფრო სახალისო არის. keyboard-ით და mouse-ით თამაში. სახალისოც არის და უფრო მარტივიც არის. და იმითი რაღაცნაირია რა, რა ვიცი. მაგრამ ეხლა როცა სხვა გზა არა და რაღაც story თამაშია, რაც ძალიან მშვიდი არის და არ საჭიროებს დიდ გულისხმობას. გადამოცა რა. Ghost of Tsushima მაგალითად, ან Ghost of Tsushima, Ghost of Tsushima-ს იარა და იოტეს არაქებენ და ეძახიან რომ საზღვრობო თამაში არის ეგო და რაღაც ლიბერალური დანამატები აქვს, მაგრამ Ghost of Tsushima ძალიან კარგი თამაში შენს და ისტორიული და რაღაცა ისეთი რომ მე შეიძლება მომეწონოს. ხოდა, ნაუცი. ნახოთ მოკლედ მომავალი რას იზამს და რას მოგვითანს. ის არაფერს არ აკეთებს, ანუ პროსტა უყურებს ეხლა იმ ნუქს და მე ხო უნდა გავაკეთო რამე, ხო უნდა ვესრულე იმას. არა და ეხლა მჭამი და ეხლა იმას ლაპარაკობ, რომ კიდე მომშვიდა. და მე მგონი კიდე ამ თამაში ისე ვიზამ, რომ ალბათ 4 ხვალ კიდე 2 ვიდეოს გადავიღებ დილით. ამ ვიდეოს დავდებ ხვალ დილით. ანუ ერთი დღე შუალდი რო იყოს. და მე იმ დანარჩენ ვიდეოსაც გადავიღებ კიდე. ანუ წესით ეხლა 2 დღეში უკვე ამ თამაშს დავასრულებ რა. და ნენელა მე დავდებ რა ყოველ დღე. თანსამსახურიც რომ ექნება და მე კიდე ალბათ Far Cry 2-საც მივაყოლებ, აბა რა ვიცი, სხვა გზა მე მგონი არ მექნება და მიჩვენია რომ Far Cry 2-იც მარა მივაყოლე. და Far Cry 3-დან მე უკვე თუ გამიშვებ გავალ, რა ვიცი. რას ფიქრობ შენ? გამიშვი ადამიანო. ეგრე. Far Cry 3-დან უკვე ცოტა ისეთი ერა იწყება, კარგი და გამართული თამაშების. ხო და უფრო სასიამოვნო თამაში იქნება ეგ. თავარია რომ ჯერ ეს პირველი მოვჩე და მე მეორე მოვჩე კიდე. მეორეში რაც არ მომწონს სხვადასხვის, აი თავიდან რო გითხოთ ბარემ, არის ფერები. აი ყველაფერი არის ტალახის ფერი. ვალერიას დაუცადეო. აქ არის ვალერია და წავით ახლა ზემოთ. მე მგონი დიდი ვიდეო გამოდის, მაგრამ არა უშავს.
თავარია რომ მალე მორჩი დამთამაშდა. ეხლა ნუქს ავაფეთქებ და ალბათ ამ chapters-ას მორჩები ამ თავს. და მე უკვე всё. აი всё. ეს კაცინები ძალიან მოწონს სხვადასხვის. აი გრაფიკას რო არ ემთხოვა თითქმის არანაირად, მაგრამ რაღაც საყვარლობა არის მაინც. ანუ ლაბორატორია აუფეთქეთ რა, სადაც ქმნიდა რაღაცა საშინელებათა მონსტრებს. Jack, take a look into the future. ჩეკ, მომავალ შეხედე. დედაბუნებამ უღალატა ხალხს. To be obsolete. თქვენარი ადამიანები მალე გადაშენდებიან. 1,000 years of evolution and put it into a test tube. მე Survival of the fittest. Good luck. ძლიერიო გადარჩებაო და წარმატებებიო შენო. Thanks. მადლობაო. მოიცა როგორ გადარჩე ხა იქიდან ჩამოვარდნის დროს დავიჯერო იმ რაღაც მუტაცია რო გავიკეთეთ? საჯანდაბაში ვარო. კაი, მაგრამ ის ქალი რატო დატოვეს იქ? საინტერესოა. იმ ქალს ალბათ სხვაგან ჩააგდებენ სადმე რო კიდე არ შევიკრათ და რაღაც არ გავაკეთოთ მსგავსი? ეგეც შეიძლება. კაი, მოკლედ, იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ. მე მგონი დიდი გამოვიდა ცოტა და თან კიდე რაღაცებზე ვილაპარაკე, რაც მინდოდა რომ ისედაც მელაპარაკა. წავედი ხა, წარმატებები ყველას და დროებით.